რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა ლიბერალური საღამოების გამართვა დაიწყო. საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, ევროპული ინტეგრაცია და ნაციონალური იდენტობა. თემაზე პირველი შეხვედრა ბათუმში გაიმართა. მოხსენებლებმა იმ საკითხებზე იმსჯელეს, თუ რა შეიძლება მიიღოს ქართულმა საზოგადოებამ ევროპასთან მიერთებით. რა ფასეულობებსა და ღირებულებებს ემუქრება წაშლა და პირიქით, რა სიკეთის მომტანია პროცესი ქვეყნისთვის. ევროინტეგრაციის დადებითი და უარყოფითი მხარეები ფოტოკოლაჟით მიმოიხილა რესპუბლიკური პარტიის წევრმა და ფილოსოფოსმა გიორგი მასალკინმა. და უნდა მივხვდეთ, რომ იქ საერთოდ მივდივარ თუ ვაპირებ წასვლას, ეს არის არა მარტო მოლოდინები, არა მარტო რაღაც სიკეთე, რომელიც უნდა მივიღოთ ევროპიდან, ეს არის უპირველესყობისა ვალდებულება. და ევროპა დღეს არ არის რაღაც ისეთი კაფეო, რაღაც შემოსაზღვრული საზღვარი, მითუმეტეს დღეს, როდესაც სამყარო ძალიან დინამიურად იცვლება, ეს არის მეტაფიზიკური ცნება, ეს არის სპაციალობათა სისტემა, ეს არის გარკვეული ფილოსოფია. შეთო მზად ხარ ამ ფილოსოფიით იცხოვრო და ამ ფილოსოფიით აშენო მომავალი საქართველოს, მაშინ შენ ხარ ევროპის ნაწილი. ძალიან ხშირად მოყავთ ევროინტეგრაციის მოწინააღმდეგეებს, აი ეს არგუმენტი, რომ თითქოს ეს ევროინტეგრაციის პროცესი ემუქრება რაღაც ჩვენ გვემუქრება გადაგვარებით, გარყვნილებით და რა ვიცი, ათასი უბედურებით, აი. ამიტომ ვფიქრობ, ძალიან საინტერესო იქნება ამ თემაზე დისკუსია და რასაც გავშალოთ თემატიკა და ჩვენ ვფიქრობთ, რომ პირიქით, სწორედ ევროინტეგრაციის პროცესში მოხდება ქართული ეროვნული პოტენციალის უფრო სრული გაშლა.